ჩვენი ბავშვობიდან გამომდინარე, ჩვენი წინაპრების ცხოვრებიდან გამომდინარე, გვაქვს არჩეული კონკრეტული სტრატეგიები, კონკრეტული მექანიზმები, მსხვერპლის ან მებრძოლის როლი, რომლებიც ხშირად გვაიძულებენ, რომ ისეთი გადაწყვეტილებები მიგვაღებინონ, რაც ჩვენთვის სინამდვილეში სასარგებლო არ არის. და აი ამ ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ. ჩვენ უნდა ვიყოთ ის თაობა, რომელიც გააწყვეტს ტრანსგენერაციულ ტრავმებს, მეგობრებო. ჩვენ უნდა ვიყოთ ის თაობა, რომლებიც იქნებიან უფრო ბედნიერები ვიდრე წინა თაობა და ვისურვოთ კიდევ რომ ჩვენი შემდგომი თაობა ჩვენზე ბედნიერი იყოს. ეს უნდა გვინდოდეს, ამისკენ უნდა ვისწრაფოდეთ. ძირითადი შეცდომები, რასაც მშობლებმა ან აღმზრდელებმა უნდა მიაქციონ ყურადღება, აი ეს არის, რა თქმა უნდა, ფიზიკური ძალადობა, უხეში შეხება, ყვირილი, სექსუალური ხასიათის ქცევაზე შენიშვნები ან სექსუალური ხასიათის თამამი ქცევა შვილის წინაშე, რაც სამწუხაროდ იმაზე ხშირია ვიდრე გგონიათ. და აქედან მერე ბავშვს აშლილობები ეწყება. იგნორი ან სიცივე, რაც ყველაზე დიდი სასჯელია ბავშვისთვის. იგნორი და სიცივე. ბავშვისთვის დროის უქონლობა ხშირად. აი 3 წლამდე ასაკის ბავშვებთან განსაკუთრებით აუცილებელია ფიზიკურად იყოს ახლოს მშობელი, განსაკუთრებით დედა. ასევე, აი უხეში ფორმით მიცემული შენიშვნები ან საჯაროდ მიცემული შენიშვნები, სითბოს ნაკლებობა, ბავშვისარმოსმენა, უპატივცემულობა, მისი პირადი სივრცის, სხეულის ან მისი ნივთების მიმართ უპატივცემულობა, ბავშვის დაცინვა, შერცხვენა, ვითომ და ხუმრობით, ვითომ მეგობრების წრეში, ბავშვის საიდუმლოს გათქმა. შეიძლება თვითონაც გაიცინოს მეგობრებო ბავშვმა, მაგრამ სინამდვილეში აი მის გულში არ ვიცი, აი ეს ცხელი ლავა იღვრება ამ დროს და გულმუცელს წვავს. იცინის იმიტომ რომ თქვენ არ გაგიცრუოთ იმედები. ხვდებით? ასევე ბავშვის ემოციური საზღვრების დარღვევა ნებისმიერი სახით. ბავშვის შეგრძნებების ავტორიტარული მართვა. შენ ეხლა გცივა, შენ ეხლა გშია, ეხლა არ გშია, ეხლა გცხელა, ეხლა ეს გინდა, დამიჯერე მე ვიცი, შენ არაფერი არ იცი. ანუ საერთოდ რო არ ითვალისწინებენ ბავშვის სურვილებს და ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს. ბავშვის ინიციატივის, ცნობის მოყვარეობის ან რისკის გამოჩენის ყველა შესაძლებლობის ჩახშობა. ვითომ და უსაფრთხოების მიზნით. იქ არ ახვიდე, იმას არ შეეხო, ეს არ აიღო, გამოდი, ეს გააკეთე, ეს არ გააკეთო. ამ დროს კლავთ პირდაპირ ბავშვის გამბედაობას. და არა მხოლოდ იმ მომენტში ცხოვრების მანძილზე ადებთ ბლოკს, ადებთ შიშს, რომ მან არ უნდა გარისკოს. თორე რაღაც ცუდი მოხდება. აი ეს რეაქციები, მასში ცოცხლობს როგორც არაცნობიერი პროგრამები. სითბოს სიგნალების ნაკლებობა, მეგობრებო. ბავშვისთვის მხარდაჭერის დაკლება მაშინ როცა მას ეს ძალიან სჭირდებოდა. შეიძლება ვერც ამბობდა და ვერც გამოთქვამდა ამას. ანუ შეიძლება ბავშვმა ვერც თქვას რომ მას მხარდაჭერა სჭირდებოდა, რომ სითბო აკლდა, იმიტომ რომ უბრალოდ ამის ფორმულირებისთვის საჭირო ანალიტიკური და აზროვნების უნარები ჯერ არ აქვს განვითარებული, მაგრამ ის ხომ ამას გრძნობს, ეს ხომ მასში რჩება. მით უმეტეს ამხელა ფიგურა არის მშობელი, დიდი, მაღალი, რაღაცა უშველებელი, ყოვლის შემძლე ბავშვის თვალში და იმან რო დაუყვიროს, ეს შიშით კვდება, ხო? ამიტომ მხოლოდ ჭამასმა და ჩაცმა დახურვა არ ნიშნავს მეგობრებო ბავშვის აღზრდას. ბავშვები ემოციებს ზრდასრულებზე ბევრად უკეთ კითხულობენ. ამიტომ მშობელმა უნდა ეცადოს ბავშვის ფსიქიკური, სხეულოვანი და ემოციური პერსპექტივიდან შეხედოს ცხოვრებას და მოვლენებს, ხო? და იქიდან დაინახოს, როგორია სამყარო. ამის შედეგად ის მინიმუმამდე დაიყვანს ბავშვისადმი მიყენებული ზიანის რაოდენობას და ხარისხს. ასევე ძალიან ხშირი შეცდომაა ბავშვისათვის საკუთარი ოცნებების, იმედების და სურვილების გამგრძელებლის როლის მინიჭება. აი ამ მისიის დაკისრება, რომ შენ დედას იმედი ხარ, შენ უნდა გადაარჩინო, შენ უნდა აგვაშენო, შენ მოგვასახელო. ხშირად ეს არაცნობიერიც არის, მაგრამ ანალიზი და ამოტანა ყველაფრის წამალი არის, ხო? ხშირად აი ბავშვი ამბობს, რომ მე ვერ ვიქნები ბედნიერი თუ დედა ვერ იყო ბედნიერი, მე ვერ ვიქნები ბედნიერი თუ ბაბუ არ ააშენა რაღაც სახლი, მე ვერ ვიქნები ბედნიერი თუ აი დედას როგორც უნდა და ფეხბურთელი ან ბალერინა გამოსულიყავი ვერ გამოვედი. ანუ რაოდენობით მტკივნეულიც არ უნდა იყოს, ეს მშობლის ეგოსთვის ბავშვი თქვენს მოსავლელად ან თქვენს მონად ან თქვენი ოცნებების ამხდენ რაღაცა დაზგა და ოქროს თევზად არ დაბადებულა. მას უფლება აქვს რომ იყოს ისეთი როგორც მას უნდა იყოს, უფლება აქვს იყოს დამოუკიდებელი, უფლება აქვს იყოს სრულიად განსხვავებული, იყოს თავისუფალი ადამიანი და აკეთოს ის, რაც მას თავად მოსწონს და აბედნიერებს და თავად რაც უნდა. არაუშავს თუ ექიმი არ გამოვა, არაუშავს თუ საქართველოში არ იცხოვრებს, არაუშავს თუ კონკრეტული ორიენტაცია არ ექნება, არაუშავს თუ ცისფრად შეიღებას თვას, არაუშავს თუ ისე იცხოვრებს და მოსინჯავს და ექსპერიმენტებს ჩაატარებს. პატივი ეცით შვილის დამოუკიდებლობას, პატივი ეცით შვილის ავტონომიურობას, თუ გინდათ რომ კეთილგეყოთ თქვენ. რომ არ დაკარგოთ შვილები სამუდამოდ, ან არ დატრამოთ ისინი ისე, რომ თქვენი რაღაცა ყურმოჭრილი მონები იყვნენ და უპიროვნო რაღაცა არსებები რა. ძალიან ცუდად დაგიბრუნდებათ ეს ყველაფერი.
არ იცხოვროთ ერთმანეთზე ბრაზისა და მრისხანების დაუსრულებელ ციკლში, მეგობრებო, გათავისუფლდით. თქვენ იყავით, თქვენ შვილებს მიეცით უფლება, რომ კი, ხო ჩადეთ მასში ინვესტიცია და ჩადეთ სითბო, სიყვარული. ახლა აცადეთ იყოს ის, ვინც მას სურს. ძალიან ბევრ მშობელს გაუცნობიერებლად შურს ასევე შვილის ბედნიერების, იმიტომ რომ თავად ბევრი სირთულე უსამართლობა გამოიარა და ბავშვს უბლოკავენ ხოლმე თავისებურ მარტივ გზებს. და გქონიათ რომ აი ბავშვმაც ის სირთულე უნდა გადალახოს, რომ აი სიღრმე კონდეს და აი ესეთი რაღაცა წიაღსვლები გააკეთოს, რაც მან გააკეთა და საერთოდ არ არის საჭირო რომ ბავშვი ძალით დატანჯოთ. ისედაც წააწყდება თავის სირთულეებს, ისედაც მოუწევს ჭკუის სწავლა, ისედაც წამოკრავს სადღაც ფეხს. ანუ ჩითერობად ეჩვენებათ მშობლებს თუ ბავშვმა ისე რთულად არ გააკეთა ყველაფერი, როგორც თვითონ რთულად აკეთებდნენ. ხო, რაღაც აი გაყალბება არის თითქოს და რატო, როცა არის საშუალება, რომ უფრო მარტივად და უფრო ბედნიერად იცხოვრონ, ხო? მიეცით საშუალება. ხშირად აი წარმატებასაც კი უბლოკავენ, რომ ბავშვი თავად იბლოკავს, რომ მშობელი არ გაანაწყენოს, იმიტომ რომ საკუთარი ბედნიერება აი მის ბედნიერებაზე აქვს მიბმული და ფიქრობს, რომ თვითონ როგორიც არის ისიც ისეთი უნდა იყოს, ან თulis რომ აი ის მასზე წინ არ უნდა წავიდეს. ამიტომ რომ საკუთარი ბედნიერება ბავშვს აქვს მშობლის ბედნიერებაზე მიბმული და თუ მშობელი არ არის ბედნიერი ეს რომ მეც და მეც აღწევს და რაღაცა დისკომფორტშია, ესეც წვეთს მერე მიღწევებს, ხო? ან საერთოდ ანარქიის, ამბოხის და ოჯახისგან განდგომის გზას ადგება ბავშვი და საერთოდ უარყოფს ყველანაირ ტრადიციას, ყველაფერს, რაც მართლა კარგი არის და წინათაობებიდან რაც კარგი გადმოგვეცა, ამასაც საერთოდ უკვე გულისამრევად მიიჩნევს. ამიტომ აი ბალანსი არის საჭირო. ასევე ძალიან ხშირად მესმის ფრაზა, რომ მე მინდა ჩემ შვილს მივცე ის, რაც მე არ მქონდა, მე მინდა რომ ჩემმა შვილმა არ გაიაროს ის, რაც მე გავიგე. მაგრამ შენ შვილს უნდა ეს? აბა კითხე. იქნებ მას უნდა რომ გაიაროს ის, რაც შენ გაიარე. იქნებ მას ჭირდება ზუსტად ეგ სტრესები, რაც შენ გაიარე. იქნებ მას აინტერესებს. იქნებ გარკვეული სტრესი და გარკვეული დაბრკოლება საჭირო არის. ამიტომ მეგობრებო, თქვენი ცხოვრება, თქვენი ოცნებები, თქვენი იმედები, თქვენი შეხედულებები არ გადააკოპიროთ ბავშვზე პირდაპირ რა გაუაზრებლად და ანალიზის გარეშე. მშობლის ყველაზე დიდი ვალდებულება არის აი ეს, რომ ბედნიერებისა და წარმატებისკენ გაუკალოს გზა შვილს პირადი მაგალითით. თავისი ბედნიერებით, თავისი ოჯახური თბილი ატმოსფეროთი უპირველეს ყოვლისა და მხარდამჭერი გარემოთი. და ეს გენეტიკურადაც კი ცვლის მომავალ თაობებს. ან მინიმუმ ხელს არ უშლის. ანუ მშობელმა მინიმუმ ხელი არ უნდა შეუშალოს თავის შვილს თავისი პრობლემებით, თავისი წუწუნით, წარუმატებლობებით, ტირილით, სინანულით, წარსულზე და ასე შემდეგ. შვილს სურს მშობელი იყოს მშვიდი, უსაფრთხოების განცდაში, იყოს ბედნიერი და არ ეკიდებოდეს ცხოვრებას აგრესიით, წუწუნით, ნეგატივით, ხო? ეს არის ძალიან დიდი მისია, ასე ვთქვათ, და ძალიან დიდი სტრესი, რაც მერე ბავშვს ეკისრება, რომ მოაგვაროს. ამიტომ მიეცით შვილს სითბო, თბილი ატმოსფერო და დამოუკიდებლობა. მეტი არაფერი არ არის საჭირო. დანარჩენი თავისით გაარკვევთ და დააკვირდით მისი პერსპექტივიდან როგორ ჩანხართ თქვენ და როგორ ჩანს ცხოვრება და სამყარო. ახლა გადმოვედი შვილებზე. თავის მხრივ შვილები ძალიან ცუდ ტენდენციას ატარებენ, რომ მშობლებს აბრალებენ ყველა თავიანთ წარუმატებლობას, ყველა თავის უბედურებას, ყველა ავადმყოფობას, ყველა რა ვიცი, ვერ შემდგარ ურთიერთობას და ასე შემდეგ. ანუ აანალიზებენ რა საკუთარ ბავშვობის ტრავმებს, რაც ყველას აქვს ხალხო. ღარიბ ადამიანებსაც, მდიდრებსაც, მილიარდერებსაც, სულიერად გასხივოსნებულებსაც, არ ვიცი, ყველაზე ესე გაბოროტებულ ადამიანებს, ყველას აქვს ბავშვობის ტრავმა. ყველას აქვს გენეტიკაში რაღაცა წინათაობების ტრავმა გადმოცემული. ეპიგენეტიკურად ყველას აქვს რაღაცა კონკრეტული არასწორი მექანიზმები და არასწორი გენები გააქტიურებული და სინამდვილეში სულ სხვა გენები სჭირდება, რომ წარმატებული, მშვიდი და ბედნიერი იყოს. ეს ყველას აქვს გესმით მეტნაკლებად და ამას რამდენად მოვერევით და გადავაპროგრამებთ, აი ეს არის ჩვენზე დამოკიდებული. აქ აუცილებელია იმის გააზრება, რომ არც ერთი მშობელი არ არის უშეცდომო, ან იდეალური. ისინი აკეთებდნენ იმას, რაც მათ იცოდნენ იმ დროს, რაც მათ სწორი ეგონათ. თუნდაც სცემდა ხო მშობელი შვილს, მას ეგონა რომ ასე დისციპლინას უყალიბებდა. მას ეგონა რომ ეს იყო სწორი ქმედება იმ მომენტში. ეს შეეძლო, რაც შეეძლო იმას აკეთებდა. ადრე არ იყო ფსიქოლოგიური განათლება, ხო, ასე და ადამიანის უფლებების შესახებ ამდენი ინფორმაცია და არც დაცული არ იყო კანონის მხრიდან ასე, ხო? იყო რაღაცა საბჭოური, მკაცრი, დოგმატური მიდგომები და იმის იქეთ კიდე საერთოდ ცივილიზაცია არ იყო და ველური ჯოგები დარბოდნენ, ხო, და ყველაფერი მორევაზე იყო. ამიტომ როგორც საკუთარ თავს პატიობთ შეცდომებს უცოდინრობის გამო, ასევე უნდა აპატიოთ მშობელს ცუდი მშობლობა, რადგან მან არ იცოდა მაშინ, რამხელა რამეს აშავებდა ამით. კი,
ინერვიულად მიგატოვეს, ცხოვრება აგერიეს, ჯანმრთელობა დაგინგრიეს, ქონება წაგართვეს, დაგიზიანეს ფსიქიკა, მაგრამ ზრდასრულობა სწორედ მაშინ გება, როცა ადამიანი წყვეტს სხვების დადანაშაულებას, სხვებზე ბრას, საკუთარი თავის შეცოდებას და აი ამ ეშხში ყოფნას, რომ ვაიმე, რა მეშველება, რა უბედური ვარ, ყველაზე ცუდიერი ვარ. საერთოდ ეს ისიც ცუდი შემხვდა ქმარიც, ძმაც, მეზობელიც, ჩაცმულობა არ მივარგა, გარეგნობა არ მივარგა, განათლება არ მომცეს, შესაბამისი, მოკლედ. შეწყვიტეთ ეს ყველაფერი და პასუხისმგებლობა აიღეთ საკუთარ ნერვულ სისტემაზე, საკუთარ ემოციებზე, საკუთარ ინსტინქტებზე, საკუთარ გადაწყვეტილებებზე და საკუთარ ცხოვრებაზე. და აი აქედან დაიწყება თქვენი ბედნიერება. პასუხისმგებლობას ვინც იღებს თავის ნერვიულობაზეც და თავის ხელში აყვანას სწავლობს, ის გეგმავს სწორად საკუთარ მომავალს. ის მოიპოვებს ნამდვილად დამოუკიდებლობას. დამოუკიდებლად აღწევს მიზნებს სხვების დახმარების გარეშე და აღარ არის სულ გარე ფაქტორებზე ჩაციკლული, ხო? არამედ აი აქ აქვს ყველაფერი სიმყარე, სიმშვიდე რაც სჭირდება. ზოგი ადამიანი მოგეხსენებათ საერთოდ მშობლების გარეშე იზრდება, მაგრამ მუშაობენ კიდეც ოჯახებსაც ქმნიან და ახერხებენ კიდეც რომ ძალიან ბედნიერებიც იყვნენ და წარმატებულებიც. ამიტომ შეწყვიტეთ საწყლის პოზიციაში ყოფნა, შეწყვიტეთ მებრძოლის და რაღაცის მტკიცების პოზაში ყოფნა. ეს რა გამიკეთეს, როგორ დამღუპეს, მე საწოდავი ვარ, მე არაფერი არ შემიძლია, ან მე მაგათ ვაჩვენებ სეირს. ეს ყველაფერი არის ეგოს ილუზიები, მეგობრებო. ყველა დაგღუპეს მეტნაკლებად, ყველა გაგვაუბედურეს, მაგრამ ზუსტად ეხლა ჩვენი მისიაა, რომ ავდგეთ და გავბედნიერდეთ და ჩვენი ირგვლივ ხალხიც გავაბედნიეროთ. უდიდესი დანაშაულია ამის გამო ხელების ჩამოყრა, ან ამის გამო გაბოროტება და ადამიანებზე შურისძიება. შეწყვიტეთ მშობლების დასჯა. შეწყვიტეთ სამყაროს დასჯა, შეწყვიტეთ ღმერთზე ბრაზი. ღმერთი დაშმაკიც, აი აქ არის და აქ არის, ჩვენშია. და რაც უფრო მეტად ჩაიციკლებით იმაზე, რომ ვაიმე, რა უბედური ვარ, უფრო მეტ დაავადებას, უფრო მეტ უიღბლობას და უფრო მეტ პრობლემას, წარუმატებლობას და მეტ სანერვიულოს მოიზიდავთ. გაუშვით რა, გაუშვით. ვერავის ვერ შეცვლით, სხვას არ ეჭიდაოთ, ეჭიდავეთ მარტო საკუთარ თავს, ისიც შვიდი ანალიზით, უბრალოდ ფიქრით, უბრალოდ გაანალიზებით და საჭიდაოც აღარ იქნება შემდეგ. შეცვალეთ, გააძლიერეთ, რასაც გაუკეთებდით, აი რო აიყვანოთ ახლა, არ ვიცი, ადამიანი და იდეურად წარმოიდგინოთ, რას გაუკეთებდით ადამიანს, რომ ის იყოს ბედნიერი, მშვიდი, ლაღი, განათლებული, წარმატებული, აი ეს გაუკეთეთ საკუთარ თავს. ყოველდღიურად გაწერეთ გეგმა, ყოველკვირეული გეგმა, ყოველწლიური გეგმა. არ აიღოთ დიდი ნაბიჯები. სულ მინიმუმით დაიწყეთ და გააძლიერეთ საკუთარი თავი. წარსულს ვეღარ გადაწერთ თავიდან, მაგრამ შეგიძლიათ რომ თქვენი მომავალი გადაწეროთ. და ტკივილიანი წარსული ზუსტადად წარმატების და ბედნიერების ჟინად გადააქციოთ. მთელი ეს ბრაზი და აგრესია, რაც თქვენ გქონდათ, ზუსტად იმ მიზანს მიახმაროთ, რომ მე ამიერიდან ბედნიერი ვიქნები. აი ამ გადაწყვეტილებას მოახმარეთ. ის, ვინც ამოჩიჩქნის ამ ტრავმებს, გაანალიზებს, გამოიგლოვებს და წერტილს დაუსვამს, ანუ არ ჩარჩება თვითშეცოდების ეშხში, იპოვნის თავისუფლებას და ბედნიერებას, იპოვნის შვებას და აღარ იქნება განპირობებული და მართული წარსულის ქვეცნობიერი შიშებით და წყენებით. აი სწორედ ის ადამიანი შეძლებს დაალაგოს თავისი ცხოვრება, სწორედ ესაა გაკვეთილი, რასაც სიცოცხლე ცდილობს გვასწავლოს. და თუ თქვენ ეწინააღმდეგებით, ერთსა და იმავე წრეზე ივლით და მსგავსი პრობლემები და მსგავსი უსიამოვნო სცენარები განმეორდება და განმეორდება. ამიტომ ჩვენ უნდა გავწყვიტოთ ეს ტრავმების ციკლი. თქვენი ცხოვრების ისტორია რომ იყოს მათემატიკური ამოცანა, აი მისი ამოხსნა სწორედ იქნებოდა ამაში, რომ ამოჩიჩქნოთ ეს ტრავმები და წერტილი დაუსვათ და უბრალოდ გადაწყვიტოთ, რომ მორჩა, მე ბედნიერი ვარ დღეიდან. ადამიანს ყოველთვის ნებისმიერ ასაკში გააჩნია ცვლილების ნება და უნარი და ყველაფერი რაც განპირობებულია შეგვიძლია სრულიად ახლებურად განვაპირობოთ. ადამიანს ტანჯვა და წვალება მოუწევს ნებისმიერ ვარიანტში, მეგობრებო. ნებისმიერ ვარიანტში დასჭირდება რაღაცა ძალისხმევა და ეს ტანჯვა და ძალისხმევა ფუჭ ბრასში და სინანულში კი არ დაიხარჯოს, არამედ მიზნების მიღწევისთვის დაიხარჯოს. დასასრულს მე ამ ფრაზას ხშირად ვამბობ და ახლაც უნდა გავიმეორო, ცხოვრებას ნამდვილად შეუძლია რომ იყოს მშვენიერი. ამისათვის კი ჩვენი მხრიდან საჭიროა ცოტა ხელის და ტვინის განძრევა. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ვეცადე რომ აი მოკლედ მე თქვა ყველა ის ძირითადი საკითხი, რაც ფსიქოლოგიაში და ნეიროფსიქოლოგიაში არსებობს დღესდღეობით და ცოტა გრძელი ვიდეო გამოვიდა, მაგრამ მგონია რომ საჭირო იყო. გთხოვთ რომ დამიტოვოთ კომენტარები, თქვენი შეხედულებები, თქვენი აზრები, კითხვები და გისურვებთ ძალიან დიდ სიხარულს და ბედნიერებას, გისურვებთ რომ იყოთ თქვენი ცხოვრების მმართველი და ბატონ პატრონი თავად. ძალიან მიყვარხართ. დროებით.